ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ ყველაფერი თქვენს გარშემო შესაძლოა უცხოპლანეტელებმა ლაბორატორიაში შექმნეს. თეორიული ფიზიკოსი და ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე აბრაამ ავილოევი ავითარებს საკმაოდ თამამ და უცნაურ, თუმცა შემაშფოთებელ თეორიას, რომ ჩვენი სამყარო განზრახ შექმნა უფრო განვითარებულმა სიცოცხლის ფორმამ კოსმოსიდან. ლოევი ვარაუდობს, რომ უცხოპლანეტელებს შესაძლოა შეექმნათ ბავშვის სამყარო, კვანტური გვირაბების მეშვეობით, რაც ახსნიდა ჩვენი სამყაროს ბრტყელ გეომეტრიას და ნულოვან მთლიან ენერგიას. თუ ეს თეორია დადასტურდება, მაშინ ჩვენი სამყარო შეიძლება მივიჩნიოთ ბიოლოგიურ სისტემად, რომელიც ინარჩუნებს თავის გენეტიკურ მასალას თაობიდან თაობამდე, წერს ლოევი. მან ასევე წარადგინა განვითარებული ცივილიზაციების მასშტაბი და აღნიშნა, რომ რადგან ჩვენ დედამიწაზე არ შეგვიძლია იმ ასტროფიზიკური პირობების გამეორება, რამაც ჩვენი არსებობა გამოიწვია. ჩვენ ვართ დაბალი დონის ტექნოლოგიური ცივილიზაცია, შეფასებული როგორც C-კლასი კოსმოსურ სკალაზე. მარტივად რომ თქვა, სულელები. ლოევის თქმით, უფრო წინ ვიქნებოდით, თუ შეგვეძლებოდა ჩვენი პლანეტის საცხოვრებელი პირობების ხელახლა შექმნა მაშინ, როცა მზე თავის არსებობას შეწყვეტს. თუმცა, რადგან ჩვენ უყურადღებოდ ვანადგურებთ ბუნებრივ ჰაბიტატს კლიმატური ცვლილებების გზით, რეალურად ალბათ D-კლასამდე ჩამოვალთ. სინამდვილეში ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ ლაბორატორიაში სინთეზური სიცოცხლის შექმნასთან. თანამედროვე სამეცნიერო და სამედიცინო მიღწევები გასაოცარ შესაძლებლობას ქმნის. როგორც კი შევძლებთ კვანტური მექანიკისა და გრავიტაციის შერწყმის გაგებას. ალბათ მიხვდებით, როგორ შევქმნათ ბავშვის სამყარო ლაბორატორიაში, აღნიშნავს ავილოევი ამავე სტატიაში. იქნებ ის უკეთესი იყოს, ვიდრე ის, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე იქნება. რაც ამ თეორიას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ისაა, რომ მან შეიძლება გააერთიანოს რელიგიური წარმოდგენა შემოქმედზე, სეკულარულ იდეასთან, კვანტური გრავიტაციის შესახებ. ამ კონცეფციის უკეთ გასაგებად ისმის კითხვა, თუ ჩვენი სამყარო მწვანეკანიანი უცხოპლანეტელების მიერ იქნა სინთეზირებული, შეუძლიათ მათ ჩვენზე დაკვირვება, ან манипуляცია, ან და ჩარევა და დახმარება იმ ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ნაცილებაში, რომელიც ჩვენ თვითონვე მოვიხვიეთ თავს, მაგალითად გლობალური დათბობა. ბავშვის სამყაროს იდეა განსხვავდება ეგრეთ წოდებული ზოოპარკის ჰიპოთეზისგან, რომელიც უცხოპლანეტელებს ეხება. ბავშვის სამყაროები განმარტავენ დიდ აფეთქებას, როგორც უსასრულო ჯაჭვს ერთმანეთის შიგნით დაბადებული სამყაროებისას. რელიგიური, მეცნიერული თუ ფილოსოფიური თვალსაზრისით ვიცით, რომ სამყაროში არსებობს გარკვეული წესრიგი, რომელიც სამყაროს კანონებითაა ცნობილი. უფოლოგები კი თვლიან, რომ თუ რაღაც საშიშროება არ ელოდება დედამიწას, ეს ძალები არ აქტიურდებიან. ისინი გვაფრთხილებენ მაშინ, როცა კაცობრიობა არასწორი გზით მიდის. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.